როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა? დიდი ხანია ამ ვიდეოს ჩაწერა მინდა. წლები გავიდა უკვე და მოდი დეტალებში მივყვეთ თუ რა ეტაპებს გავივლით და შეიძლება ცხოვრებისეულად ყველაზე რთული ეტაპი გეგონოს ეს, მაგრამ არც თუ ისე რთულად არის ყველაფერი და თუ მომყვები ზუსტად მიხვდები როდის, სად და როგორ უნდა მეხვიდე. პირველ რიგში აუცილებლად როგორც ფინანსურად, ისე მენტალურადაც მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ კონკრეტული დროის დახარჯვა მოგვიწევს იმისთვის, რომ ავიღოთ მართვის მოწმობა. აღარ არის ის დრო, რომ ერთ დღეს აბარებდი თეორიასაც, პრაქტიკასაც მოედანზე და იღებდი მართვის მოწმობას რა. არის რაღაც კონკრეტული ეტაპები, რა ეტაპებსაც ჩამოვთვლი და პარალელურად მზად უნდა იყო ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ყველა ვერ აბარებს პირველ სტაზე, ყველა ვერ ისწავლის 3 გაკვეთილში რაღაცას და ყველას არ ეყოფა, 5 გაკვეთილი. არის მომენტი, როდესაც უფრო მეტი სჭირდებათ ხოლმე და არის მომენტი, როდესაც უფრო ნაკლები დრო სჭირდებათ. ძირითად შემთხვევაში, ვიღაცაზე დაკვირვებით ფიზიკურად ვერ ადგები და ვერ აიღებ მართვის მოწმობას, ეგრე ვერ მოხდება. შენ ინდივიდუალური ხარ და შენ გექნება შენი, ასე ვთქვათ, მიღწევები მაგ კონკრეტულ გამოცდაზე. პირველი და ყველასთვის ასე ვთქვათ, აბუჩად ასაგდები თეორია. პირველი აუცილებლად იწყებ ყველაფერს თეორიით, ოღონდ თეორია აუცილებლად უნდა შეისწავლო საფუძვლიანად იმისთვის, რომ დასაწყისში დაწყებული საფუძვლიანად ნასწავლი თეორია დაგეხმარება ბოლოში უკვე ქალაქის პრაქტიკის ჩასაბარებლად. ქალაქის პრაქტიკის ჩაბარებაში თავიდან ბოლომდე თეორიული ცოდნა გეხმარება პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადო, რომ მიხვიდე სადღაც, სადაც გაიზეპირებ ბილეთებს, არ გეცოდინება როგორ უნდა გაიარო წრიული და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რეალურად, როდესაც თეორიული ცოდნა არ გაქვს კარგი, შენს ავტოინსტრუქტორს მოუწევს ქალაქშიც თეორიული კურსის ჩატარება. როგორ უნდა გაიარო წრიული, როგორ უნდა გაიარო შუქნიშანზე, როგორ უნდა გაიარო გზაჯვარედინები და ასე შემდეგ. ესე იგი, პირველი ეტაპი. ვპოვლობთ თეორიის ისეთ სკოლას, სადაც საფუძვლიანად გვასწავლიან ყველაფერს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად პირველივე ცდაზე ჩავაბაროთ სამივე გამოცდა, რაც გვექნება მართვის მოწმობის გამოცდა. მეორე და აუცილებელი დეტალი არის მოედნის პრაქტიკული სწავლება და გამოცდა. და აქ არ უნდა შეცდეთ არავითარ შემთხვევაში. ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია ის, რომ მოდი ჯერ თეორიას ვწვდი, თუ ჩავაბარებ და მერე დავიწყებ მოედნის პრაქტიკულ სწავლებას, მაგრამ არა. პირველი ხო აუცილებლად უნდა იპოვო ისეთი თეორიული სკოლა, სადაც სწავლის შემდეგ წახვალ და ჩააბარებ მაგ თეორიას და დარწმუნებული იქნები შენს თავში. და ამას აკეთებ იმიტომ, რომ იქით ქალაქის გამოცდაზე აუცილებლად გჭირდება. ხოლო რაც შეეხება მოედნის პრაქტიკას, აუცილებლად იწყებ პარალელურ რეჟიმში თეორიულ სწავლებასთან ერთად. პარალელურ რეჟიმში იმიტომ, რომ 2-ჯერ და 3-ჯერ არ მოგიწიოს საგამოცდო ქალაქში წასვლა. მიდიხარ საგამოცდო ქალაქში მომსახურების სააგენტოში, აბარებ თეორიას, გამოდიხარ მანდედან, მიდიხარ პრაქტიკის მოედანთან, აბარებ პრაქტიკას და მოდიხარ ერთ დღეში. ერთ დღეში უნდა მოიშორო ეს ყველაფერი. გასაგებია, ბევრ ადამიანს სჭირდება ხოლმე მეხუთე გასვლაზე აბარებს ბევრი, ზოგს უფრო მეტი დრო სჭირდება, ზოგს უფრო ნაკლები, მაგრამ საფუძვლიანად მომზადების შემთხვევაში და თუ შენი პედაგოგიც, რა თქმა უნდა, მოგცემს мотивაციასაც, შეეცდება რომ მაქსიმალურად დაგამშვიდოს და მშვიდად გახვიდე გამოცდაზე, მენდე როგორც თეორიის, ისე მოედნის პრაქტიკის პირველივე ცდაზე ძალიან მარტივად ჩაბარება შეიძლება. ამიტომ მეორე, რასაც ვაკეთებთ თეორიულ სწავლებასთან ერთად, არის მოედნის პრაქტიკული სწავლება. მესამე და საინტერესო ეტაპი. ქალაქის პრაქტიკული გამოცდა, რომელმაც გაუმწარა ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე, მაგრამ რომელიც ჩააბარა ძალიან ბევრმა ადამიანმა პირველივე ცდაზე, უპრობლემოდ. გაქვთ ალბათ კითხვა, თუ რატომ მოხდა ისე, რომ ვიღაცას დასჭირდა მე-10 გასვლამდე გამოცდები, ხოლო ვიღაცას პირველივე ცდაზევე გაუმართლა. და გამართლებაზე არ არის მარტო. კი, გამართლებაც არის რაღაც დონეზე, მაგრამ დასაწყისიდანვე კარგად მიუდგა. თეორიული კურსი შეისწავლა საფუძვლიანად. მე პირადად, როგორც ავტოინსტრუქტორს, ფიზიკურად არ უნდა მიწევდეს, კი, ხსნი წრიულის გავლის წესებს, გზაჯვარედინის გავლის წესებს და ასე შემდეგ, მაგრამ არ უნდა მიწევდეს ამ ყველაფრის გაკეთება. მაგალითისთვის შენ რომ თეორიის სკოლაში გასწავლეს თეორია, პრაქტიკაზე ჩემთან რომ მოდიხარ, ეს ყველაფერი უნდა ვაქციოთ პრაქტიკად. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მქონდეს თეორიული გაკვეთილები თქვენთან. აქ უკვე გეწელებათ დრო სწავლების და აქ უკვე გეწელებათ რა თქმა უნდა დრო ჩაბარებისკენ.
ამოშალეთ როგორც თეორიიდან, ისე პრაქტიკიდან მასწავლებლები, რომლებიც არიან დემოტივაციაზე კონცენტრირებულები, ანუ შენის არ გამოგივა, შენ ამას ვერ შვები, ამას ვერ იზამ, დაგჭირდება 500 გაკვეთილი და ასე შემდეგ. ეს ადამიანები გამორიცხეთ ეგრევე ფიზიკურად ისინი ვერ დაგეხმარებიან მართვის მოწმობის აღებაში, უბრალოდ ნერვებს გაგინადგურებენ და ფინანსებს წაგართმევენ, მეტი არაფერი. თავიდან ბოლომდე მოერიდეთ ასევე სხვადასხვა მასწავლებლებთან სიარულს. თუ არ გაამართლა, მერე კი, მაგრამ თავიდან რომ დაიწყებ ერთ კონკრეტულ ადამიანთან სიარულს, მერე სხვასთან მიხვალ, მერე კიდე სხვასთან მიხვალ, მერე კიდე სხვასთან მიხვალ, ეს გაძლევს ძალიან ცუდ შედეგს. ცუდ შედეგს გაძლევს იმიტომ, რომ ყველა მასწავლებელს ჩვენი კონკრეტული ახსნის მეთოდი გვაქვს. კონკრეტულად ერთ მასწავლებელს მიყევი მაქსიმალურად ბოლომდე, ხოლო თუ მოხდა ისე, რომ ის მოედნის გამოსვლა ვერ ჩააბარე, ან ის ქალაქის გამოსვლა ვერ ჩააბარე, მერე შეცვალე მასწავლებელი. სხვა შემთხვევაში არ შეცვალე. ასევე შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ იცი რა არის? აი საგამოსტო ქალაქში, მაგალითად რუსთავში, კიდევ ერთხელ გაიარე პრაქტიკა, მაინც ყოველი შემთხვევისთვის და მე პირადად მაგასაც არ მივესალმები, იმიტომ რომ გამოსვლაზე გასვლის წინ ძალიან დიდია შანსი იმის, რომ დაიბნე, ძალიან დიდია შანსი იმის, რომ ფიზიკურად რაც მე გადმოგეცი, ასე ვთქვათ, ცოდნა ვერ მიიტანო მოედნამდე, იმიტომ რომ უბრალოდ სხვადასხვანაირად ხსნით ორი ადამიანი აბსოლუტურად ყველაფერს და ეს ნორმალური არის. შეიძლება ორივე გეუბნებოდეთ ერთსა და იმავეს, მაგრამ სხვადასხვა სიტყვებით. ეხლა გადავიდეთ საბუთებზე, რაც გამოსვლაზე გვჭირდება. გვჭირდება პირადობის მოწმობა, გვჭირდება აუცილებლად ფორმა 100 და გვჭირდება რეგისტრაცია გამოსვლაზე. რაც შეეხება არასრულ წლომას, მისთვის აუცილებელი არის, რომ გქონდეს როგორც დაბადების მოწმობა, ისე პირადობის მოწმობა, ასევე ძირი ავტოსკოლიდან, რომელშიც ისწავლა, ამიტომ აქ უკვე კარგად უნდა შეარჩიონ არასრულწლოვნებმა ავტოსკოლა, რომელშიც მიდიან და ჰკითხონ, თუ იძლებიან სპეციალურ საბუთს, იგივე ძირს ავტოსკოლიდან იმისთვის, რომ თეორიულ გამოსვლაზე გასვლა შეძლონ. ასე ვთქვათ, დასტური იმისა, რომ თეორია ისწავლა. ფორმას რაც შეეხება, ნებისმიერ კლინიკაში შეძლებთ გააკეთოთ, ბოლო მომენტამდე ნუ მიიყვან, თუ მჯობესია რომ წინასწარ გქონდეთ ყველა საბუთი მზად. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ ყველაფერში თქვენი ავტოსკოლას დაგეხმაროთ, გითხრათ, დაგაკვალიანოთ და ასე შემდეგ. და აუცილებლად იმისთვის, რომ ნაკლები ხარჯი გქონდეს, აუცილებლად გაიქეცი მასწავლებელს, რომელიც გიყვირის, მასწავლებელი, რომელიც ფიზიკურად ვერ გცემს კითხვებზე პასუხებს და მასწავლებლებს, რომლებიც უბრალოდ არ გაქცევენ ყურადღებას. თორე წახვალ უფრო მაქსიმალურ და მაქსიმალურ ხარჯებში. ეხლა წარმატებები და თუ არ ინერვიულებ, არც თუ ისე რთულია და არც თუ ისე ძნელია იმ ყველაფრის გამოვლა, რის გამოვლაზეც, რავი, ძალიან ბევრი ადამიანი წუწუნებს რა. მთავარია სწორ ხელში მოხდე პარალელურ რეჟიმში შენი მონდომება დაამატო და სიმშვიდე. ჩააბარებ აუცილებლად მენდე. წარმატებები.